ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნ თქვენ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. როცა ქალაქის ყოველდღიურობისგან გადაღლილი სოფლად მამაპაპისეულ კერას მივაშურებთ, თითქმის ყველა სახლში ვიპოვით ძველ, მაგრამ ულამაზეს ნივთებს, ისტორიას რომ ინახავს, მოგონებებთან ერთად. იქნება ეს ტიხრული მინანქრით დამშვენებული ჭურჭელი, სამკაული, თექის სამოსი თუ აქსესუარი. ტიხრული მინანქარი როგორც წესი გამოიყენება როგორც საეკლესიო, ისე საერო დანიშნულების ნივთებშიც, სამკაულებში, ტანსაცმლის აქსესუარებში, მოსაპირკეთებელ ნივთებში და სხვა. ყოველი მათგანი მრავლადაა შემკული სხვადასხვა ორნამენტებით. მინანქარს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. გვხვდება ხუროთმოძღვრებაში, კედლის მხატვრობასა და რელიეფურ პლასტიკაშიც კი. საქმე ისაა, რომ მინანქრით ლითონის დაფარვის ტექნოლოგიას ტიხრული მინანქარი ჰქვია, რომელიც სხვა ხელსაქმესთან ერთად თამარ მეფის სახელობის საპატრიარქოს პროფესიულ კოლეჯში ისწავლება. ცხელი მინანქარი. მინანქარი არის ცხელი მინანქარი, რაც არის არა. ცხელი არის ეს კლასიკური, რასაც რომელი ჭირდება. და რაც არის ძვირფასი. და ეხლა საღებავით იმასაც მინანქარს ეძახიან, რაღაც. ისეთი ჯანმრთელობა არის და ამას ხაზგასმით იმიტომ ვამბობ, რომ დიდი ზომის მოდელებია და აგროსიახლეები უშუალოდ სწავლების პროცესს დაესწრო. ამ ხალხადონებში უყურებ ესე რომ ყველანი მრავალშვილიანი ძეგლია. მოდით უპირველესად გაგვაცანით ახლა თქვენი თავი და მე ვკითხავთ აი ამ ჯადოქრობის შესახებ გადაასად ხედავ. მე ვარ იოსებ ზანგალაძე, დაბადებული თბილისში, გაზრდილი თბილისში, დამთავრებული მაქვს ჯერტოიძე მე სამხატვრო აკადემია, ხედალითონის ფაკულტეტი. აი ახლა ეს ვასაკეთებ ჩვენ საერთოდ როგორ ჯადოქრობთ რა? ახლა ეს ბევრი არაფერია, ამას ჩვენ ვაკეთებთ. ვერცხლისთვის პრიპოის. ანუ ქართულად აი რას გულისხმობთ ვერცხლის შემაკავშირებელში? რა ფუნქცია უნდა შეასრულოს? მაგრამ ახლა რასაც თქვენ ჩვენ ვაკეთებთ მინანქარს, აქ ვასწავლეთ ჩვენ მინანქარს სტუდენტებს. მინანქარი რომ დაჯდეს ვერცხლზე? არა. ვერცხლის ტიხრები ხო კეთდება და ეს ტიხრები რომ შევაკავშიროთ შემდეგ აი ვერცხლის ფუძეზე. აჰა, გასაგებია, კი ბატონო. და ეხლა ეს ცეცხლით ადნობთ, მეტი არ ხდება? ხო, ეხლა აქ ლატონი და თითბერი და ვერცხლი დავადნეთ. გადაურიეთ კარგად და ვასხავთ ყალიფში. ანუ და გაცივდეს. ხო, ეს უკვე აი გაცივდა. და ეხლა ეს გაიწელება და მივიღებთ იმ სასურველ ზომას, რომელიც ჩვენ გვინდა ტიხრების. გაწელვა ვალცში. ცალკე ეს არის დანადგარი ეს. კი. გაწელვა ხდება აგერ ვალცში. აი მაშინ დაპატარავდება, ნელა დავიწროვდება მე სეიზენში და მე უკვე ხმარობთ როგორც შემაკავშირებელს. რა არის იცით მე ვთვლი რომ აი ყოველთვის მithქვია რომ აი 10-დან ერთმაც რო ისწავლოს, ხო, ესე იგი ჩავთვლი რომ მე წარმატებული პედაგოგი ვარ. იმიტომ რომ აკადემიას ვამთავრებდით 10 კაცი და თითო თუ მიყვებოდა ამ ხელოვნებას და ეხლა არაპროფესიონალები და როცა შენ ერთს მაინც გაზდი 10-დან უკვე წარმატებულია. გასაგებია. ანუ თქვენ გულისხმობთ რომ ამის სწავლა არც თუ ისე ადვილია, თუ დაინტერესება არ არის ადვილი. ამ რას გულისხმობთ ამაში რომ 10-დან ერთი მაინც თუ გაიზარდა, ეგ უკვე წარმატება. არა, დაინტერესება ერთია, მეორეა შემოსავალი იქიდან შესრულებული შემოსავალი, მესამეა ინსტრუმენტები გჭირდება და საკმაოდ ძვირი ღირს ეს ინსტრუმენტები. აჰა, გასაგებია. მე დღემდე ვაგროვებ ინსტრუმენტებს, ბოლომდე არ მაქვს მე ინსტრუმენტები შეგროვილი. კი ბატონო, თუმცა რამდენად შემოსავლიანია თუ აეწყობა, ეს ვთქვათ, ინსტრუმენტების შეგროვების
პროცესიც თუ შედგება წარმატებით, თქვათ, ხელობასაც თუ ვისწავლი, რამდენად შემოსავლიანი შეიძლება იყოს. ანუ მომხმარებელში რამდენად ფასდება ეს მართლაც ფასდაუდებელი საქმე. ჩვენთან უფრო დაუფასებელია. ჩვენთან რესტორანში ურჩევნია დახარჯონ ის 1000 და 2000, ვიდრე შემოქმედებაში გადაიხადა. აი, რას ამბობს ტიხრული მინანქარი, ანუ მინანქარი ვერცხლში, აი რას ამბობს ხოლმე ხა? რასათქმოსაც ჩადებ ალბათ იმას იტყვის, მაგრამ აი მაინც ქართულ კულტურაში და აი ხელსაქმის ტრადიციაში რა როლი და ფუნქცია აქვს? ეგრეთ ცოტა ძნელია თქმა, იმიტომ რომ ადრე იყო უფრო რელიგიური თემები იყო, რელიგიური თემები კეთდებოდა ტიხრული მინანქრით. ეს ხატები ბარძიმები და დღეს უკვე წამოვიდა უფრო სამკაულების სტილი წამოვიდა სხვადასხვა სახელმწიფო კი ეს კარგია თუ ცუდი ვიტყოდი არა ვითარდება რატო რა თქმა უნდა ვითარდება ეხლა უკვე დიდ მინანქრებსაც ვაკეთებთ უკვე როგორც აი სურათის აკედლის სურათი უკვე ზომაში 50 60 და უფრო მეტ ბატონსო იცით რა მითხარით ტიპები თუ არსებობს, თქვა რამდენიმე ტიპის ტიხრული მინანქარი, ტექნოლოგიურად გეკითხებით. არა, ტიხრულები არსებობს. აი, გადავინაცვლოთ ერთი წუთი. ტიხრულები არსებობს, რასაც ვქვია, ტიხრული და ეძახიან ვიმჩატი ემელს, ეს რუსული უფრო გამოთქმა და რუსების ის არის, იმიტომ რომ ისინი აღარ ქლიბავდნენ ამ ტიხარს, აღარ ამატებდნენ, ამ ტიხარში როგორც დებდნენ, ისევე რაც ჩავიდოდა და ეს ჩაზნექილი ემელებია. ეგრევე ტოვებდნენ და ახლა ჩვენ დღეს ტიხარში რო ჩავდებთ ემალს, გამოვწვავთ, მე კიდე ვამატებთ, კიდე გამოვწვავთ, შეიძლება 7-ჯერ, 8-ჯერ, შეიძლება 2-ჯერ გამოვწვითაც გამოვიდეს, მე იმას გადავშკურკავთ ზემოდან, გავაპრიალებთ და ვტოვებთ ეგრე. ცივი ცხელი რამე ესეთი? ცივი უკვე ემალი აღარ არის, ეს ლაქებია. აი როცა სერიოზულ გამოფენაზე გვეძახიან, იქ არის მითითებული, რომ უნდა იყოს ცხელი ემალი. 750-დან 850 გრადუსამდე. კი ბატონო, გასაგებია. დარჩენი უკვე დაბალი უკვე ეს არის ლაქები. ეგენი არის მოგონილი როგორც ამ ცხელი ემალის რესტავრაციისთვის. აჰა. და მე უკვე იმანაც მიიღო თავისი სხვა სახე ამ ხელოვნებაში. ქართული მინანქრის ფერებს შორის თავისებურია და ყველაზე გამორჩეული ეგრეთ წოდებული ღვინისფერი და გამჭვირვალე მწვანე. ქართული ორნამენტების ძირითადი დანიშნულება ბნელი ძალებისგან დაცვა იყო, რომელიც ჯერ კიდევ წარმართული პერიოდიდან მოდის. ხევსურეთში ყველაზე მეტ დამცავ ორნამენტს ქალების და ბავშვების ტანსაცმელზე ქარგავდნენ. სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა სიმბოლოებს იყენებდნენ. ავისულებისგან დასაცავად, ოჯახში სიმშვიდის შესანარჩუნებლად, ცუდი სიზმრების ასარიდებლად, მელანქოლიის და დეპრესიის გასაფანტად და ასე შემდეგ. დღეს მინანქარი სილამაზესთან და აკადემიურობასთან ასოცირდება. თექაც უძველესი ქართული ტრადიციაა. მისი შექმნისა და დამუშავების ხერხი ხალხური შემოქმედების უნიკალური მემკვიდრეობაა. ის მატყლისგან მზადდება. მატყლის ამგვარი იერსახე უძველესი დროიდან დიდ ადგილს იკავებდა საქართველოს კულტურულ, ესთეტიკურ თუ ეკონომიკურ განვითარებაში. ეს ქსოვილი დღესაც აქტუალურია და თანამედროვე დიზაინერები ხშირად იყენებენ მას ინტერიერში. თექაზე მუშაობა ერთ-ერთი გახლავთ, რომლის შესწავლა დაინტერესებულ პირს თამარ მეფის სახელობის საპატრიარქოს პროფესიულ კოლეჯში შეუძლია. აგროსიახლეებს აქ არნახული ნაკეთობები, უდიდესი გემოვნებით შეხამებული საოცარი ფერები და მაღალტექნოლოგიური ნამზადი დაგხვდა. ძალიან კარგად დასმული. მაგაზე გიპასუხებთ და როგორ არის ჩვენთან. ჯერ ვცდილობთ რომ ადამიანს მივცეთ თავისი შესაძლებლობების გამოვლინება. ახლა ეს ადამიანი 5 შვილის დედაა. მოვიდა ეს წითელი ჩიტები, წითელბურდა ჩიტები. გააკეთა თავის ხელთათმანებით. აი ნახე. ეს ამას ახლა შენ რა უნდა ასწავლო გარდა იმისა რომ ტექნოლოგია ასწავლო, მაგრამ აი ეს თავში გაცა აქვს აი ფერებს როგორც ხედავ. უკვე ხედვა აქვს აშკარად, უბრალოდ ტექნოლოგიურად უნდა დახლეწა და ეს არის. ეს არის მეხუთე კლასელი გოგონას გაკეთებული. თავზე. პატარა ბავშვების ნამუშევრები. მართლა საოცრება. თავისი ყველაფრით, აი ამ შესაბნევებით, თუ ფერებით, თუ ფორმით. საოცარი რა.
აი მოვიდა გოგონას ვასწავლეთ გაკეთება და აიღო და გააგე. ტრადიციული მეთოდით დამუშავებასთან ერთად დროთა განმავლობაში გაჩნდა თექის შექმნის ახალი ვერსიები, ორნამენტები და ფერები. იმის გათვალისწინებით, რომ მატყლი საოცარი ენერგეტიკის, ისტორიის და სითბოს მატარებელი მასალაა, მისგან შექმნილი ქსოვილიც სულ სხვა აურის და ემოციის მომტანია ნებისმიერ გარემოში. მოთელილი მატყლის საფენს, ქეჩას, იგივე თექას ამზადებენ თუშეთში, კახეთში, ხევსა და ჯავახეთში. წყემსები და მეცხვარეები თაბარობისას თექას იყენებენ კარვების გადასახურადაც. სახიანი თექის საუკეთესო ნიმუშები ნაბადს რომ უწოდებენ, მზადდებოდა თუშეთში. თუშური თექა გამოირჩევა მარტივი და დახვეწილი ორნამენტებით. თექის და მატყლის დამუშავება ხალხური ხელსაქმის საოჯახო ტრადიციას და ყოფას ასახავდა. გადაიცემოდა თაობიდან თაობას. მატყლის დამუშავების ხერხები, მისი ღებვა, ჩეჩვა, დართვა, ოჯახში ყველა ქალს უნდა სცოდნოდა. წინაპრების მიერ შედგენილი ფერთა პალიტრა დღესაც კი ჰარმონიულობის მაგალითად ითვლება. და ბოლოს ალბათ უნდა აღვნიშნოთ, რომ მატყლი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ლანოლინს, რომელიც იცავს მას გარე დაბინძურებისგან. ცნობილია მატყლის დადებითი გავლენა რევმატიზმის, ართრიტის, ისშიაზის, წელისა და ხერხემლის ტკივილის დროს, ჰაიმორიტის და ლიმფოდენიტის მკურნალობის დროს. მას ახასიათებს კარგი აერგამტარობა და კომფორტის გრძნობა. იგი ანეიტრალებს ადამიანის ორგანიზმიდან გამომავალ ტოქსიკურ ნივთიერებებს და იცავს ადამიანის ორგანიზმს ელექტრომაგნიტური ველისგან. ყველაზე სასარგებლო შეუღებავი მატყლისგან შექმნილი თექის ქსოვილია. ჭრაკერვა ყველა დროში თანაბრად საჭირო ხელობაა. დღეს რომ დიზაინერობა ასე სასურველი და მოდურია, ამ ცოდნის გარეშე მისი წარმატება წარმოუდგენელია. სხვათა შორის ძველად, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ჭრაკერვის ცოდნა სასურველი სარძლოს შესარჩევად ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო. აქტუალობა ამ პროფესიას დღესაც არ დაუკარგავს. კარგი მკერავი არც თუ ისე დაბალანაზღაურებადია, ამიტომ მისი სწავლაც გონივრულია. ჩვენს მასპინძელ პროფესიულ სასწავლებელში ჭრაკერვის შემსწავლელი კურსები ძალიან გამოცდილ პროფესიონალს აქვს ჩაბარებული. სტუდენტები სწავლობენ ძველ ქართული ტრადიციული სამოსის გათანამედროვების ტექნოლოგიას და ასევე თანამედროვე მოდის დიზაინსაც. სწავლობენ თეორიულადაც და პრაქტიკულადაც. ცოტა ხნით ჭრაკერვის საგაკვეთილო პროცესსაც დავესწარით. ნინო, ეს შენ გამისწორე. ესაა. ანუ პროცესი ახლა უკვე აქეთ მიეცი დანამატი ნაკერებისათვის, მოდი ამას შეეშვი და აი აქ უკეთ შეგიძლიათ ჩამოჭრა. აი ზონებში ესა ნამატყოვე შვები საკილებს ახლა საკილებს ამზადებს ზაფები ცოტა ხელწებოვანი ხო არ გავუკეთოთ ქვედა მხარე შიდა მხარეზე მოსახარგად კარგი იქნება ნაწილობრივ ეს გავაუქმოთ ამოვიღოთ ეს ზაფები ეს რაც არის მონაცემი წებოვანი გამოვაჭრათ ოდნავ მეტი ვიდრე ეს არის ოდნავ მეტი იმიტომ აქაც ხო გვინდა ნაქარგობა ჩვენ ხო ამიტომ ცოტა აი ესე გამოვჭრათ აი აქამდე რომ მოდიოდეს რა რო ნაქარგობა ხო მეტი არა ოდნავ აი ამაზე ნეტობით რომ იყოს წებოვანი დავაკრათ უთოლ ჩართულია და ეს ჩამაგრე და გამყევი ამ გვირის შიდა გვირის ცოტა დიდი იყოს ბიჭის სამზომაზე დააყენე და ჩამაგრებას გააკეთე. აზისოს არ აქვს გაკეთებული აი დანამატი შესაკრავისათვის და აი ამას ავხსნი ამათ. მომისმინეთ ეხლა. იმისათვის რომ ჩვენ გვჭირდება დანამატი შესაკრავი, ეს არის კალთის შუა ხაზი. და ვაპირებთ რომ გაჭრილი იყოს ჩვენი პერანგი წინ და კონდეს შესაკრავი. ამისათვის ეძლევა დანამატი ნაკერისათვის 1/9 და დავატარებთ ხაზი. გავავლებთ ხაზი.
ჩვენი შესაძლებელი ხაზი იქნება აი ეს მონაკვეთი. ეს მონაკვეთი ხოლმე დიდი იქნება. დანარჩენი დანამატებისათვის გვაქვს ჩამოსაჭრელი რაც არის და მოჭერი. ხო. შეგვიძლია ეს ნაწილი ჩამოჭრა. ანუ ეს იქნება ჩვენი სისხლი. 15 წლის მოსწავლე შეკერილი. ой, მნახეთ. შეგიძლიათ დაათვალიეროთ შიგნით როგორი ნამუშევარია. შეგახსენებთ იმ პროფესიებზე, რომლებიც დღეს აგროსიახლეებმა უფრო ახლოს გაგაცნოთ, შრომის ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. გარდა ამისა, ძველქართული ტრადიციის შენარჩუნება ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლადაც უმნიშვნელოვანესია. ასე რომ ზოგმა ვკეროთ, ზოგმა ვამინანქროთ, ზოგმა კი უბრალოდ შევიძინოთ ადგილობრივი წარმოების ასეთი ხელნაკეთი ნივთები. ფოთში მალთაყვაში ოქროს ტბაზე საერთაშორისო ტურნირი პროტური ფოთი 2025 გაიმართა. წყალსათხილამურო შეჯიბრი პირველად 1991 წელს ჩატარდა. თბილისისთვის რეგიონების სპორტული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა უცვლელ პრიორიტეტად რჩება. მით უმეტეს, როცა საქმე მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირს ეხება, რომელიც არაერთი მიმართულებით შეუწყობს ხელს რეგიონის ცნობადობის გაზრდასა და განვითარებას. ტურნირის მიმდინარეობისას მალთაყვაში თბილისის საკუთარი სივრცით წარსდგა. აღონიზების ხარდაჭერა თბილისისთვის მნიშვნელოვანი არის იქიდან გამომდინარე, რომ ის ხელს უწყობს ახალი თაობის დაინტერესებას სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით, ასევე ფოთის და ზოგადად რეგიონის განვითარებას და ზოგადად ამ სპორტის სახეობის განვითარებას საქართველოში. ფოთისთვის მით უმეტეს ეს სპორტი ჩემი აზრით არის ძალიან ორგანული რამ, იმიტომ რომ 91 წელსაც რომ ალბათ ყველას ცნობილია რომ ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, აქ ზუსტად აი ამ ადგილას და მოკლედ იმედი გვაქვს რომ ვაცოცხლებთ, მოკლედ გვინდა რომ გავაცოცხლოთ ეს სპორტი ამ ქვეყანაში, ჩავუყაროთ კიდევ უფრო ისეთი საფუძველი, რომელიც მისცემს ახალგაზრდებს განვითარების საშუალებას ამ სპორტში. ტურნირში მონაწილეობა მიიღო 30-მდე საერთაშორისო მასშტაბის წამყვანმა სპორტსმენმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. This country is really beautiful for the people, that's really sweet since the first day. ეს ქვეყანა ნამდვილად ლამაზია. ხალხი ძალიან მეგობრული. პირველივე დღიდან ამას ვგრძნობ. გენადის შევხვდი, ის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია საქართველოდან. ძალიან მიხარია აქ ყოფნა და წყალსათხილამურო ტურნირში მონაწილეობა, სლალომ პროტურში. And for first slalom pro tour for what is here. Thank you so much. მართლა ძალიან ბედნიერი ვარ ამ გამოცდილების გამო. ძალიან მცირე დროში გადაწყდა ჩემი აქ ყოფნა, რაც ძალიან მახარებს. მე ბრანდო კარუზო ვარ, 29 წლის იტალიიდან. მიხარია რომ აქ ვარ, ფოთში, საქართველოში. გრძელი გზა იყო, მაგრამ ახლა უკვე აქ ვართ. კარგი პირველი რაუნდი იყო. უკვე ფინალია. თავს კარგად ვგრძნობ. სამწუხაროდ წელს თხილამურებით ბევრი ვერ ვივარჯიშე. ივნისში ტრავმა მივიღე. წყალმოთხილამურეები ორ დისციპლინაში, ხტომასა და სლალომში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ტურნირში პირველი ადგილი ვაჟთა შორის უკრაინელმა დანილო ფიუჩენკომ დაიკავა. ქალთა შორის კი პირველი ადგილის მფლობელი ახალი ზელანდიელი ჯეიმი მეტკელფი გახდა. პროტური ფოთი 2025 საერთაშორისო წყალსათხილამურო ფედერაციის, საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით, ფოთის ტბის კლუბის ორგანიზებითა და თბილისის მხარდაჭერით გაიმართა. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.